უკვე ქუჩის ცხოველებს კი არ ებრძვიან მხოლოდ, არამედ სახლებშიც მიადგნენ კონფისკაციის მუქარით კონკრეტულ ქალბატონს, რომელიც დაგვეკავშირდა და გთხოვა დაცვა. მშვენიერი პირობები აქვს იმ ქალბატონს, ყოველ შემთხვევაში გაცილებით უკეთესი ვიდრე თუნდაც მუნიციპალური ეგრეთ წოდებული თავშესაფრების თავაზობენ და მთლიანად არის დაყრდნობილი რაოდენობაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირობა იყო, რომ რაოდენობას ეს არ შეეხებოდა კონფისკაციის მუხლი. წერია ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ არაერთხელ გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ რაოდენობა არ არის კავშირი შემგროვებლობასთან და შესაბამისად კონფისკაციასთან. ანუ უკვე სახლში გვივარდებიან მეგობრებო, უკვე სახლიდან გაყავთ ჩვენი ოთხფეხები და რა ვიცი, ბევრი თქვენგანისთვის ისევე ალბათ როგორც ჩემთვის, ესენი არიან ჩვენი ოჯახის წევრები. ერთმანეთს უნდა დავიცვათ, ერთად უნდა დავდგეთ. მე მოგიწოდებთ, რომ რაც არ უნდა ცოტა ცხოველი ყავდეთ და რაც არ უნდა იდეალურ პირობებში ყავდეთ, კარი არ გაუღოთ, ჯერც იმიტომ, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ მათ, ვისაც ბევრი ყავს. და მეორე იმიტომ, კაცმა არ იცის, რაზე მოკვდებენ შარს და შეიძლება, რა ვიცი, სანტიმეტრებით ან მილიმეტრებით გაგიზომონ მტვერი, ან რამე ფარდისფერი არ მოიწონოთ და ჩათვალონ, რომ სათანადოდ არულით.